ბიომეურნეობა გულისხმობს ბაღის ისეთ მოწყობას, როდესაც ადამიანი მინიმალურად ერევა ბუნების გასაკეთებელ საქმეში. დღეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში თბილისელ ახალგაზრდა კაცს კახა კუნელაურს ვეცვიოთ, სადაც ის მარწყვთან ერთად სხვა ხეხილოვან კულტურებსაც აშენებს. გამარჯობათ. შვიდობა. გამარჯობათ. იცოცხლეთ. ეს არაჩვეულებრივ ადგილზე მოგიწვია ეს მეურნეობა. და რამდენი მოსავალი ქონია მარწყვის? კი. ძალიან ბევრიც არ არის, მაგრამ საკმარისად არის. სპარტაკი ჩუთლაშვილი, ლაგოდეხის ცხოვრებია, შრომაში უბრალოდ სოფელ შრომაში ცხოვრობს, გიო მისი შვილია, რომელსაც ძალიან აინტერესებს ეს მეურნეობა, ბოტანიკა ძალიან უყვარს. საერთოდ ფიქრობს, რომ ხვალდაზე გახდეს აგრონომი, არ ყავს აგრონომი საერთოდ მომავალი თაობა ფაქტიურად. ძალიან ჭირს რა და თვითონაც დაინტერესებულია და ძალიან უხარია რა. ხა წავიდეთ და დავათვალოთ მეურნეობა. სიამოვნებით. საიდან დაიწყო საერთოდ ეს ბიზნესი? აფხელა ტერიტორია და რამ გადაგაწყვეტინეთ თბილისელ კაცს? აი ეს სოფლად გადმოსვლა. ეგ ცოტა დიდი და საინტერესო ისტორიაც არის. მე ერთი მეგობარი მყავდა. სპარტაკის ძმა, პაატა. ერთხელაც იყო დამპატიჟა ლაგოდეხში მითხრა, ნადირობა იცოდა რომ მიყვარდა და მითხრა რომ ჩემი ძმაც მონადირეაო, ჩამოვით გავიცანით მე და სპარტაკი ერთმანეთი და სულ ნადირობდით ერთად რა. ძალიან ხშირად დავდიოდი მე ლაგოდეხში ჩამოვდიოდი პაატას გარეშე, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ძალიან ისეთი მყარი და მაგარი ზმაკაცობა იყო, მაგრამ ისე მოხდა რომ ავარიაში მეყო გარდაიცვალა რა. მე და სპარტაკიმ გავაგრძელეთ. ეს ურთიერთობა, ზმაკაცობა, მეგობრობა, ის სიყვარული, რაც იმ ადამიანის მიმართ ჰქონდა, სპარტაკიზე გადმოინაცვლა და დავდიოდი ძალიან ხშირად სანადიროდ. ამ ნადირობაში გაჩნდა იდეა, რომ მოდი გავაშენოთ რაღაცა რა, მაგრამ ეს წლები გრძელდებოდა. ყოველ ნადირობაზე ერთ და იგივე თემა იყო რა. მოდი გავაშენოთ ბაღი, გავაშენოთ და 1-7 წელი მაინც მიდიოდა ეს საუბარი. ერთი დღეს იყო მშვენიერ დღეს მიირეკავს სპარტაკი, მეუბნება რომ ეს 1 ჰექტარი მიწა იყიდებაო. და კაი მიწააო და ჩამოდიო შეხედეო რა და იყოსო რა მიწააო და რაღაცა იქნებ დავიწყოთ ერთად. ჩამოვედი, გადმოხედით, ულამაზესი ადგილი ახ გახედავთ, ძალიან ლამაზია ეს ხეების უზარმაზარი ჭრდილი აქ ის აქ. ვიყიდეთ 1 ჰექტარი მიწა, ამის მერე გვერდზე მეზობელმა შემოგთავაზა ხომ ამასაც ხო არ იყიდით, ისიც ვიყიდეთ და საკმაოდ გავფართოვდით. ეს რამდენი გაქვს? 10 ჰექტარია, მთლიანად გაშენებული უკვე, რაც მალე ხა 2-3 წელიწადში ალბათ უკვე მოსავალი იქნება და უფრო მეტი ხალისი და სილამაზე იქნება. 2 ჰექტარი გვაქვს კიდე გზის გადასწრი იქით. ეს 2 ჰექტარიც რაღაცა ერთწლიანი კულტურებისთვის ალბათ ვიფიქრებთ, ან შეიძლება გავაშენოთ იქაც და აი ამ ტყიზოლის უკანა მხრიდან გვაქვს 10 ჰექტარი. კიდე ასათვისებელი მიწა, რაც რესურსია რა, ხვალდაზე თუ რაღაცას იკეთე იქნება კიდე ავითვისებთ მაგას. ისეთი ტემპით მიდიხარ, დარწმუნებული ვარ, მალე მოახერხებ მაგას. 22 ჰექტარი შეადგინა საერთო ჯამში. ამას ბევრი მუშახელი ჭირდება, მარტო ვერ მოერევი. აქაური მაცხოვრებლების არიან. ბევრს ესმის ეს საქმე და გვეხმარება ბევრიც კიდე. ჩვენ ძირითადად ამ ბოლო დროს გადავედით უფრო რაღაცა თითქოს ხარდაჭერის მომენტიდან გამომდინარე ეცხინვალიდან დროებით გადაადგილებული ხალხი არის აქ ჩასახლებული რა და ეს ხალხი გვეხმარება ეს მარწყვიც რაღაცა ესე გვინდა რომ დაკრიფონ ეს მარწყვიც რაღაცა თვითონაც ისარგებლონი ხეირონ და ჩვენს გვეხმარებიან რა. ესე იგი ხელი ხელს ბანს. კი, ხელი ხელს ბანს და ძალიან გვეხმარებიან მეურნეობაში და ჩვენ მარწყვს ვაძლევთ. კი, ვაძლევთ, სულ ვაძლევთ. ჩვენ ფაქტიურად ეხა ამის მოსავალზე გათვლა არ გვაქვს. ჩვენ ეს მარწყვი გავაშენეთ იმისთვის, რომ საენერგე და სადედე გაგვეჩინა რა მეურნეობაში და იმიტომაც ეხა ეს რასაც ხედავთ აქ ტერიტორიაზე, რაც არის მოწეული დაახლოებით 10 იმდენი და 15 იმდენი ენერგია მოდის თვითონ აი თითო ბუჩქი იშლება მერე და იმდენი დაამრავლდება ეს ენერგია რა და ეს არის რემონტატული ჯიშის მარწყვი. და ვინ გეხმარებთ თავიდან საიდან გაიგე მარწყვი როგორ უნდა მოგიყვანო? თავიდან მარწყვი საერთოდ ძალიან მიყვარს მე თვითონ რა. არც მე ჩამოხჩები მაქსიფალურად. ხო, არა, ძალიან გემრიელი საჭმელია მარწყვი რა და ეს თვითონ ისეთი ჯიშია მრავალჯერ მოდის წელიწადში. ერთ სეზონზე ესე მარტო გაზაფხულზე არის ხავს რემონტატული ჯიშის მარწყვი ქვია. ესე ფორმულირდება და ანუ რაღაც აგვისტოში შეისვენებს
მე აგვისტოს ბოლოს თავიდან დაიყვავილებს და ნუ შარშან აი ფოტოებიც მაგ გადაღებული თოვლიდეოს მთებზე რაღაც ისეთ და ცოტა ეს ცელოფანი გადავხურეთ ცელოფნის ტომარა გავაკეთეთ დუგებზე დავსვით რა ერთ რიგში რა ესე ბოლოში რაღაც ესე და 15 იანვარს გადავხადეთ და აი ძალიან გემრიელი მარწყვი მივირთვით რა ეხლა იმისთვის არ ყოფილა ეს რომ წარმოებას და ესე არ გაგვითვლია თვითონ ناقოფი მაგრამ როგორც ესეთი თვითონ სანერგიესთვის აი ეს გავთვალეთ იმაზე რომ გაგვემრავლებინა, გაგვევრცელებინა და ალბათ გავყიდით მე რა როცა სურველი გამოჩნდება ამისი და დარწმუნებული ვარ გამოჩნდება, ამის რეალიზაციაც შეუულებრად შეიძლება. ამ მარწყვის თვითონ ამ ენერგიის გამრავლების და ეს განვითარების პროცესებში ქალბატონი ლალი სპეციალისტია, ექსპერტია ამ დარგში და დანარჩენს ამ ყველა დეტალებს რაც შეეხება, ხმე შეიძლება ესე ზუსტად და კვალიფიციურად ვერ ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით, მე შემიძლია მოუწყვიტო გემო გავსინჯო და კიდე რაღაც ორგანიზება გავუკეთო რაღაც ამ სამუშაოებს და ყველაფერს. ქალბატონი ლალი მოგახსენებთ ამ დანარჩენ ყველაფერს. სიამოვნებით. პირველ რიგში მაინტერესებს როდის და როგორ უნდა გავაშენოთ მარწყვა. ახლა პატარა მონახას გავაკეთებ მარწყვი, როგორი ძვირფასი კულტურა, როგორც ადგილობრივ, ისე სოფლიო ბაზარზე, დიდია მოთხოვნილება კენკროვანის ნაყოფებზე და მისი გადამუშავების პროდუქტებზე. იმიტომ რომ კენკროვანები დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ბალანსირებულ კვებაში. შეიცავენ უამრავ ძვირფას ვიტამინებზე, რაც მთავარია მარწყვის კულტურა 600-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ადამიანმა რატომ შეიყვარა ეს კულტურა? სამი ძირითადი პირობის გამო. პირველი, მარწყვის კულტურა ნაკლებად ავადდება მავნებელ დაავადებებით და მრავალჯერად პესტიციდების გამოყენებას არ საჭიროებს. მეორე, დარგვიდან მეორე წელს გვაძლევს სრულ მოსავალს და მთლიანად ინაზღაურებს მასზე გაწეულ ხარჯებს. ხოლო მესამე, რაც ძირითადია, როცა აგრარულ ბაზარში არის ხილის დეფიციტი, მაშინ შემოდის პირველი ძვირფასი პროდუქტი კენკრა ადრე გაზაფხულზე მარწყვი და ამ დეფიციტს ავსებს რასაკვირველია. ახლა რაც შეეხება მარწყვის გაშენებას და მის მოვლას. მარწყვი ძვირფასი კულტურაა რასაკვირველია, მაგრამ მას თავისებური მოვლა უნდა. ჩვენ შრომატევადი კულტურაა რასაკვირველია. ამიტომ ეს ფერმერს ან მოსახლეობას რო არ გაუჭირდეს მარწყვის კულტურასთან მუშაობა, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ შემაღლებულ კვლევებს და მულჩირებას ვაკეთებთ ამ შემაღლებულ კვლევებზე და მორწყვის სისტემა არის მულჩის ქვეშ. ეს იმიტომ კეთდება, რომ მარწყვის ნაყოფები არ ეხება ნიადაგს, როცა ნიადაგს ეხება მარწყვის ნაყოფი, მაშინ ის ავადება სიდამპლით და მისი კომერციული უკვე ღირებულება ნულის ტოლფასია რასაკვირველია. როგორი ნიადაგია? ნიადაგი საჭირო მარწყვის საჭიროებს მზით განათებულ ადგილს უყვარს მზე ნიადაგები, შავ მიწა, წაბლა ნიადაგი, ოდნავ ქვაღორღია ნიადაგებზედაც კარგია და 1 ჰექტარზე ჩვენ მარწყვს გვაქვს 55,000 ძირი ეტევა. არის მოსავალი 8-დან 12 ტონამდე, კვებისარე ასეთია. ესე იგი, მწკრივებს შორის, რადგანაც ჩვენ გვაქვს ამაღლებული კვლები და ეს კვალი არის 40 სანტიმეტრიანი, 40 სანტიმეტრიანი კვალის შემდეგ ჩვენ ვტოვებთ 9 მეტრ სასიარულო გზას, რომ მოვკრიფოთ მარწყვი და მცენარეებს შორის არის დაშორება 20 სანტიმეტრი. ეს კვების არე მას შველის. ახლა რაც შეეხება მორწყვის საკითხებს. პირველი მორწყვა აუცილებლად სანამ ფოთოლი წამოვა მარწყვიდან. იმაშინ უნდა. შემდეგ ყვავილობაში შესვლის წინ აუცილებლად ვწყავთ ყვავილობის დროს, გამონასკვის დროს, მაგრამ როცა მარწყვი მომწიფდება და იმას უკვე თავისი კომერციული სახე აქვს ბაზარში გასატანი, მაშინ არ ავწყავთ, იმიტომ რომ ყველა ხეხილოვანი გინდათ, კენკროვანი მცენარე გინდათ, ყველა ღებულობს ზედმეტ წყალს ნაყოფებში იგროვებს. ამიტომ მარწყვა ნაყოფში წყალი რო დაიგროვოს, მაშინ მისი გემური თვისებები რასაკვირველია ნაკლები იქნება და ამიტომ მორწყვიდან თავს ვიკავებთ 2-3 დღით ადრე ჩვენ მარწყვს არ ავწყავთ რასაკვირველია. რაც შეეხება ახლა შრომის პროცესს. ჩვენ სარეველა ბალახი არ უნდა გაუშვათ არც
შიგნით მცენარეებს შორის, არც კვლევ შორის. იმიტომ რომ ისინი ძალიან ართმევენ საკვებ ნივთიერებებს და ახლა ზედმეტი საკვები ნივთიერება არ არის. ჩვენ ვცდილობთ რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოვიყვანოთ და ამიტომ არ ხმარობთ ისეთ სასუქებს რომ მან მყიდველისთვის ეს იყოს ძალიან მიუღებელი. ჩვენ ძირითადად ხმარობთ წუნწუხს ნაკელისგან და გადამწვარ ნაკელს. როცა ჩვენ მისი გამოკვება გვინდა რასაკვირველია. ყველა კითხულობს რომ რატომ ღირს მარწყვი ასეთი ძვირი, იმდენი მარწყვია საქართველოში. არ არის იმდენი მარწყვი საქართველოში დღეის მდგომარეობით. აშენებენ ფერმერები, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნილებას ეს ადრეული ხილით მომარაგება, ამიტომ ცოტა ძვირია, მაგრამ იმდენად დაიწყო ფერმერებმა ამ მარწყვის მიმართ ისეთი ყურადღება გამოიჩინეს, რომ მე მგონი ფასი დაეცემა მომავალ წლებში, რაც ჩვენ და სასიხარულოდ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება, რასაკვირველია. როგორც გავიგე, ბაზარი გაჯერებული არ არის ამ პროდუქტით. არ არის გაჯერებული, იმიტომ რომ არ ყოფნის. ძალიან მოთხოვნადი კულტურა. განსაკუთრებულად ახლა. ესე იგი მირჩევდით, რომ ეს ბიზნესი დაიწყო. ეს ბიზნესი ყველა ფერმერმა უნდა დაიწყოს. ახლა სანამ ხეხილოვან კულტურებს აშენებენ, ხომ? ხეხილოვანი კულტურების ცხოვრებაში შედის მე-5, მე-6 წელს. მარწყვი ერთდაიგივე ადგილზე უნდა იყოს 3-4 წელიწადი. მანამდე გამოიყენონ ეს მწკრივებს შორის ეს ადგილი და დატვირთონ მარწყვის კულტურით. და მაშინ გვექნება ეს მარწყვი, იქნება ბაზარზე იმდენი, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილება. განსაკუთრებულად შეიძლება რაც არ უნდა უჭირდეს მყიდველს. ყოველთვის ის ბაზარში მიდის და ბავშვისთვის მაინც ყიდულობს მარწვს, იმიტომ რომ იცის რომ იმდენად ძვირფასი და სასარგებლო კულტურაა, რასაკვირველია. საინტერესო არის უამრავი ჯიში არსებობს მარწვის. უამრავი ჯიში არსებობს. ჩვენ აქ ჩვენს ბაღში წარმოდგენილია რემონტატული მარწვი, რომელიც ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგმამდე მსხმოიარობს. აქ ძირითადად მარწვი ჩვენ გვაქვს სადედეგვა გაშენებული, ამას აქ დატვირთვა რომ სანერგე არის ეს ძირითადად და ჩვენ ურჩევთ ჩვენს ადგილობრივ ჯიშებს. კახეთის პირველი, კახეთის მეორე, მალინა მარწყვი არის კიდევ ძალიან კარგი ჯიში, კიწი, შემდეგ არის ნიკუ და სვით ჩარლი არის შემოტანილი ინტროდუცირებული ჯიში, რომელიც ძალიან გემრიელია თავისი გემური თვისებებით და თავისი ქიმიური შემადგენლობით, რასაკვირველია. პროდუქციას ამდენჯერ მივიღებ წელიწადის განმავლობაში. ახლა პროდუქციას მე რომ ჯიშები ჩამოგისახელეთ, იქედან პროდუქციას ვღებულობთ 1 თვენახევრის განმავლობაში, მაგრამ რემონტატული მარწყვით ჩვენ მოსავალს გვაძლევთ 12-ჯერ, 13-ჯერ ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგმამდე. ახლა მარწვის გამრავლების საკითხი არც ისე რთულია. მარწვს შევამრავლებთ წყალებით, ბუჩქის დაყოფით და თესლით, რასაკვირველია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თესლით გამრავლების დროს ის ეთიშება თავის დედამცენარეს. შეიძლება უკეთესიც გამოვიდეს, შეიძლება იმაზე ნაკლებიც არის, რაც დედაა და რაც შეეხება აქ წარმოუდგენელ მარწვს, ეს არის რემონტატული მარწყვი, ჯიში ასეთი და ეს ბწყალებით ამრავლდება, ეს მხოლოდ ბუჩქის დაყოფით მრავლდება და ერთმა ძირმა მარწყვმა შეიძლება მოგცეს ჩვენ 5-დან 10 ძირამდე სააღი ნერგი. ეს არის ძალიან მიღებული მეთოდი, რასაკვირველია და უმეტეს შემთხვევაში საქართველოში ჩვენ მარწვს ბწყალებით ვამრავლებთ. უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისათვის. აქ მე როგორც შემოჩნია უამრავი სხვა კულტურა გაქვს აშენებული. აქ ძირითადი მასა არის ორიენტირება გავაკეთეთ ხურმაზე. რაღაც ხურმა ძალიან მომწონს, კაი პროდუქტია, კაი ხილია, ძალიან ბევრი ვიტამინებს შეიცავს. რა ვიცი, ყველანაირ თითქმის ყველა ვიტამინი აქვს შიგნით და ძალიან მარგებელი ხილია. ბაზარზეც მოთხოვნადი პროდუქტია, როგორც საქართველოში, განსაკუთრებით კიდე უცხოეთში გადის. უცხოეთში ძალიან პატივს სცემენ, იციან მისი შედეგები, რა შედეგები აქვს. ფასი იციან, რა თქმა უნდა, ამდენი ვიტამინებით გაჯერებული და ამდენი რაღაც 1000 კალორიებით და შემადგენლობებით გაჯერებული ხილია. აქედან გამომდინარე, ძალიან კაი გამოხმაურება აქვს უცხოეთში.
ხურმის გარდა კიდე გვაქვს გარკვეული რაოდენობა ალუჩები. ალუჩაც თავისთავად ძალიან გემრიელი, ძალიან პოპულარული ხილია საქართველოში. ეს ალუჩა ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის გათვლილი, ეხლა ამას არ ვარაუდობთ, რომ სიტყვაზე ექსპორტიც მოვახდინოთ ამისი, იმიტომ რომ რაოდენობა ცოტა ვაშლი. 45 ძირი წამოვიღეთ გორის მეურნეობიდან. ეს ის ვაშლებია ზუსტად ევროპული ჯიშის ჯუჯა ვაშლები, რომელიც ძალიან მომეწონა. რამოდენი 4 ჯიში ავარჩიეთ აქ. აი ეს ხეივანი გათვლილია კივისთვის. რამოდენიმე ენერგია აქ აიქ რაღაც შავყარით, მაგრამ უფრო სერიოზულად ალბათ შემოდგომიდან ან მომავალი წლიდან. მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი ამ მეურნეობის ის არის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას ბიომეურნეობას. ჩვენ გავწევრიანდით ელკანაში. ელკანამ გადაგვამისამართა კავკასერთან, არის ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია კავკასერთი, რომელიც ჩამოდის, გვიკეთებს ინსპექტირებას, მოახდენენ ინსპექტირებას 3 წლის განმავლობაში და რის შედეგადაც თუ დავაკმაყოფილეთ ეს ამ ბიომეურნეობისთვის გათვალისწინებული ნორმები, ამ ყველაფრის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რითაც ჩვენ ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოში და ასე შემდეგ ვიქნებით როგორც ბიოპროდუქციის წარმოებელი. აქ მეურნეობაში უამრავი კულტურა აღმოვაჩინეთ და ყველას თავისებური მოფერება და მოვლა ჭირდება. საინტერესოა, საიდან უნდა დავიწყოთ და როგორ. რადგანაც ბაღში პროცენტულად ძირთა რაოდენობა და ნარგავობა არის მიყავს აღმოსავლურ ხურმას, ასე ვთქვათ, სუბტროპიკულ ხურმას და თქვენს ლაგოდეხის რაიონი არის სუბტროპიკული ზონა და ამ გაგვაბედინა ის, რომ აქ ჩვენ სუბტროპიკულ ხეხილს ვაშენებთ. მეოთხე წელს უკვე სერიოზულ მოსავალს გვაძლევს. აღმოსავლური ხურმა მაგალითად ჰექტარზე ეხლა გაშენებული ბაღი რამდენს მოგცემს? ძირი, ერთი ძირი აქ არის 400 ძირი გაშენებული ჰექტარზე, ერთი ძირი მეოთხე მეხუთე წელს გვაძლევს 50 კილოს. ხოლო შემდეგ უკვე მინიმუმი არის 80 და ზედა ზღვარი არის 100-120 კილო. ახლა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორი შემოსავლიანია ეს კულტურა. გასაღების ბაზარი ჯერჯერობით პრობლემა არ არის და პლუს ამას ჩვენ თუ დავუმატებთ იმას, რომ ეს ბაღი, ეს 10 ჰექტარი აღმოსავლური ხურმაც, ბროწეულის, ალუჩაც, ყველაფერი კეთდება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად. ეს ძალიან დიდი შრომატევადია, ძალიან რთული და ძნელია, იმიტომ რომ ჩვეულებრივად იმდენი წამლები არსებობს, ჰერბიციდები დაწყებული ბალახის მოყვა, ჩვენ აქ ყველაფერი ეს გვაქვს მოხსნილი. აქ ამაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ არ უნდა შემოვიტანოთ შხამკიმიკატი, მინერალური სასუქები და უნდა ვყვებოთ ეს ორგანული სასუქებით. ბიო პროდუქტი რომ მივიღოთ. ესე იგი პირველ რიგში არის მთავარი ნიადაგი. პირველ რიგში კვლევა კეთდება. ეს რასაკვირველია, პირველ რიგში ნიადაგის ანალიზი, როგორია ჩვენი ნიადაგი, რას ხოვულობს ჩვენგან. აქედან გამომდინარე მე ყვება, მე ეს რასაც ხედავთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მის წინააღმდეგ ჩვენ ვთიბავთ. არც ჰერბიციდ შემოგვაქვს, არაფერი შხამკიმიკატი აქ შემოდის. ყვებით ვყვებავთ, ესე ვთქვათ, პირველ რიგში ჟიჟაწონწუხი, ეს ხალხური ის არის, რომელსაც ნაცარს ვამატებთ. მეორე არის გუმატი და მესამე არის ახალი პრეპარატი, რომელსაც ფოთლიდანაც ყვებავთ და ორგანიკა ძირშიც ვაწვდით. აი ორგანიკას, წონწუხს და როგორც გითხარით, გუმატს. აი ხა რასაც ხედავთ, ეს ბაღი არის 2009 წლის შემოდგომაზე გაშენებული, ესე იგი 3 წლის გახდება ეს ბაღი შემოდგომაზე. და მე მგონი ეფექტურია რა. ასხია კიდევაც, რასაც ჩვენ ნიშანს ვეძახით სპეციალისტები, მაგრამ კახა გახარებულია, რომ აი რამდენი ასხია, მაგრამ მომავალი წლიდან ესე იგი რო გახდება უკვე 4 წლის და 5 წლის თქვენ მოგძანდით და ნახავთ აქ როგორი მსხმოიარობა იქნება და ჩვენ როგორი ბაღი ვექნება. პლუს ამას გარდა სუბტროპიკული ხურმისა გადაწყვიტა კახამ რომ შემოვიტანოთ სუსტ საძირეზე აღზრდილი ვაშლის ჯიშები. აქ აგვაქვს ჩვენ წარმოდგენილი ახლა 4 ჯიში. ეს შეირჩა სპეციალისტთან ერთად, ეს გახლავთ M9 T377. კიდევ უფრო M9-ზე უფრო სუსტ საძირეზე დამყნილი. ჩვენ როგორც ვიცით, მომავალ წელს თითო ძირზე ახლა თქვენ რასაც ხედავთ აქ, უნდა მივიღოთ 5-7 კილო ვაშლი. ხოლო აი მერმის მესამე-მეოთხე წელს უკვე უნდა ავიდეთ 35-45 კილოზე. ეს საკმაოდ ისეთი და ერთადერთი ჯიში არის საადრეო, დანარჩენი ყველა საგვიანოა, სამაცივრო, ასე ვთქვათ, შენახვის, ხილის შენახვა და შემდეგ მიწოდება ხარისხიანი ვაშლის და ნაყოფის, ამისთვის არის ეს საგვიანო ჯიშები გათვლილი.
ამ ბოლო დროს ძალიან წამოიწია ეს მაცივრების საკითხი, მაცივრების თემა, რომელიც ძალიან ჭირდება ქვეყანას, ყველა განვითარებულ ქვეყნებში, აბსოლუტურად ყველგან, ვისაც მეურნეობა, ძირითადად ყველას თავისი პატარა ესეთი მიკრო მაცივრები გააჩნიათ, აქვს და აწარმოებენ ამ მაცივარში, ამის გადამზადება ხდება, ხილის გამორჩე, გადარჩევა, როგორც ვიცით. Შეინახვა მერე და სეზონის გარეთ გაყიდვა უკვე. როგორც ვიცი, საკმაოდ სიამოვნებაა, მაგრამ არ ფიქრობ შენ მე მაცურის გაკეთების. კი, როგორ არა, ჩვენ ზემოთ შიგნით ლაგოდეხში, თვითონ ლაგოდეხში ადგილიც კი მაქვს შეძენილი, შიგნით ორი შენობა დგას. ერთი ალბათ მენეჯმენტისთვის და მეორე სამაცივრე, რომელიც მოიცავს 230 კვადრატს და ძალიან კარგი ფართობია იმისთვის, რომ აი ესეთ რაღაც მიკრომეურნეობას აითვისოს ეს ამის პროდუქცია შეინახოს. არ არის ლაგოდეხში ფაქტიურად არ არის ეგეთი მაცივარია და ძალიან პერსპექტიული იქნება თუ ეს რაღაცნაირად საფუძველს ჩაუყრი ამას და როდესაც ჩემი პროდუქცია მოვა იმას შეინახო მაგის გარდა ქვეყნის პროდუქცია მოდის ბადრიჯანი აიღე იგივე ერთწლიანი კულტურები ავიღოთ ბულგარული წიწაკა იქნება თუ სხვადასხვა მრავალი პროდუქცია კარგად იცით ლაგოდეხში ყველაფერი ძალიან კარგად მოდის და ძალიან ადრე შემოდის და ხარისხიანი მოდის ამის გადამუშავება შეიძლება შემდგომში სამაცივრე მეურნეობაში დასაწყობება და მერე შემდგომში მისი რეალიზაცია. აი ძალიან კარგი თემაა, ძალიან კარგი საკითხია, ძალიან პერსპექტიული და ნუ იქ დასაქმებაზე საუბარი ზედმეტია იქ ალბათ ხალხი უნდა დასაქმდეს იქ მუშახელი იქნება საჭირო, რაღაცა შემოსავლები იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კონკრეტული იქ მომუშავე ადამიანისთვის, როგორც თქვა თუნდაც ჩემთვის, როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლისთვის და ჩვენიერი ძალიან კარგი და ძალიან პერსპექტიული საქმეა. მე როგორც ხვდები შენ ამაზე იმდენი გაქვს ნაფიქრი კონკრეტული გეგმაც კი გექნება დაწერილი. ხო რა ვიცი. კონკრეტული ბიზნეს გეგმა შემიძლია წარმოვადგინო, ამაზე რა ვიცი, ალბათ არსებობს რაღაც პროგრამები, ნუ ჩემამდე ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია არის თუ არა ამისთვის პროგრამა რაღაცა ან გრანტის სახით ან რაღაცა ესეთი დახმარება რო იყოს, რომ ჩემნაირ ფერმერებისთვის იყოს ესეთი გრანტები გამოყოფილი, რომ გავრცელდეს და გაშენდეს ესეთი სამაცივრე მეურნეობები, იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. გარდა ამ ვაშლებისა გვაქვს ბროწეული და ბროწეული იცით ყველაფერს თავიდანვე დავანებოთ ბავშვებისთვის როგორია მისი ნედლად თუ წვენად მიღება. არც უფროსები არ ვამბობ თანასაკიანი ხალხი, უფრო მეორე სავეგეტაციო პერიოდს გადის და საკმაოდ კარგი ნაზარდი და კარგი პირობები აქვს ყველანაირად შექმნილი, რომ 2 წელიწადში ჩვენ სერიოზული მოსავალი მივიღოთ. ძირზე 50-დან 80 კილო. სცენარებს შორის დაშორება როგორი უნდა იყოს? სცენარებთან შორის დაშორება ამ შემთხვევაში გვაქვს 5-5-ზე. იქ გვაქვს 3-4-ზე. ბროწეული შემთხვევაში, იმიტომ რომ ის უფრო შემჭიდრო და ეშტამზე ვაკეთებთ, ხო არის ბროწეული ბუჩქური ფორმაა, მაგრამ ჩვენ როგორც თხილი ასევე ბროწეულის გადაყვანილი გვაქვს ეშტამზე და არის ალუჩა. ალუჩა ცოტა უფრო დიდ კვების არის თხოულოს, მაგრამ რამდენადაც აქ ამ შემთხვევაში, როგორც გითხარით, წამყვანი არის სუბტროპიკული ხურმა ალუჩას გვაქვს ჩასმული, რომელიც საკმაოდ სერიოზულ მოსავალს. იცის 5. ისიც იგივე კვების არეზე არის გაშენებული. და ის თავისი ძლიერი რო შევაჭიროთ, ამისთვის ფორმები არსებობს. თქვენ ხედავთ, თითქმის ყველა ხეს აქვს ჯამისებური, როგორც ატამს. ჯამისებური ფორმა, რომ ჩვენ ეს შევზღუდოთ, იმ ლიდერის თვისება აქვს, გარბის ზემოთ და შევზღუდოთ და ვარჯი მივიღოთ ჩვენთვის სასურველი, სიმაღლიდან დაწყებული, მოცულობა ირგვლივ და მოსავალი მასზე. კრეფაც რო გაგვიადვილეს. აუცილებლად აქეთ მიდის, რომ კრეფა არის ბლისხები, რომელსაც საერთოდ ვერ კრეფენ და ის რო არ ის ხათაშორის ალუჩასაც აქვს ეს თვისება. ძალიან ლიდერიანია და გარბის. აქ ჩვენ გვაქვს მეთოდები, რომელსაც შევზღუდავთ ამ ლიდერებს და ჩვენთვის სასურველ ფორმას მივცემთ და მოსავალსაც მივიღებთ. თქვენ შეამჩნევდით, რომ ყველა ხის ქვეშ ჩვენ გვაქვს ნაწყვერალი, ასე ვთქვათ, ნამჯად დაყრილი და თვალშისაცემია ეს და რატომ? იცით რომ აქ მართალია სუბტროპიკულ ზონას მიეკუთვნება ლაგოდეხი, მაგრამ შავ სუბტროპიკულ ზონას, მაგრამ წყლის დეფიციტი მაინც პერიოდულად არის. ჩვენ რომ ხარჯთან დაკავშირებით არ გქონდეს ყოველ კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, სამ კვირაში წყლის შემოტანის და შემოდენის რასაც ძალიან ბევრი დიდი უარყოფითი მხარეები აქვს, ამისთვის არსებობს დამულჩვა. მულჩირება. აი თქვენ რასაც ხედავთ ახლა ხის ქვეშ, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი ტენის შენარჩუნების. ჯერ ერთი რო ტენს ინარჩუნებს და მეორეც, როდესაც წვიმს და ყოველი მორწყვის და წვის შემდეგ ჯამი, ხედავთ ხო ჯამი აქვს ხეს
თხოვლობს აოშვას, გათოხნას, შემოთოხნას, რომ ქერქი არ გაკეთდეს, სუნთქვა არ შეწყდეს და აერაცია და ფესვები არ დალპეს, ხო? ამისათვის როგორც კი დაიმულჩება აი ეს და უკვე მეორეჯერ დავმულჩეთ ჩვენ ეს ბაღი და გავაგრძელებთ ასე, ეხლა თქვენ რომ მიხვიდეთ იქ, ხო აი როგორ დგავართ, ხო? როგორი სიფიცხეა, როგორი სიცხეა. მიხვალთ იქ, ჩადეთ მუჩის ქვეშ და ნახავთ იქ რა ტენია, რა სიგრილია და რაც აუცილებელია მცენარისთვის. აი ეს არის მუჩი. ეს არის აგროტექნიკური ღონისძიებები. აუცილებლად. ჩვენ ეხლა ვფიქრობთ, რომ აი ამ შემოდგომიდან მომავალი წლის სავეგეტაციო პერიოდი რო დაიწყება, გავაკორდოთ მიწა და ვიმუშაოთ უშუალოდ ძირზე. ასე ვთქვათ, მის გარშემო. კვებას შევიტანთ იქ, გავასუფთავეთ და მულს გავაკეთებთ იქ, ეს გვექნება გაკორდებული. ამას გავაკეთებთ, არის მეთოდი, ჰერბიციდს შეიტან და თავისუფალი ხარ, ორჯერ შეიტან წელიწადში ბალახი არ აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ბიოლოგიურად სუფთა ბიომეურნეობა ვართ, ამიტომ ჩვენ გადასულები ვართ, ასე უფრო სწორად ბატონი კახა გადასული ამაზე ჩვენ ვზდოთ თიბოთ. ეს ჯერთი მუშახელს ანთავისუფლებს. აი ეს მულჩირება. და წვეთოვანი წყლა პარალელურად დაახლოებით წარმოიდგინეთ ჰექტარზე არის საჭირო 24 კაცი. ამას დაყავს 2-3 კაცი. ესე იგი 2-3 თოხს, 4 თოხს იღებს სამუშაო პროცესიდან. ეს ძალიან დიდი თანხაა და ძალიან დიდი პლუსი არის პატრონისთვის, ხო, ხარჯი როცა იცირდება და ეს არის. აი ეს და აგროტექნიკური ღონისძიება ეს შემოდგო აუცილებელი არის. აი ხა თქვენ ხედავთ ხებს, ასე ვიცი ჩვენ ხო რომ ფოტოსინთეზი ნათელი უნდა იყოს, არ უნდა იყოს ჩახშირებული, ეს თუ არ ჩაერია და მას ფორმას ხვა არ გაუკეთე, ისე ამას ვერ მივიღებთ. ჩვენ ახლა რომ მობრძანებულიყავით თქვენ აქ მარტის თვეში, თებერვლის თვეში, აქ დაგხვდებოდათ აი ესეთი პატარა რამოდენიმე 1 2 3 5 ტოტი. და თქვენ ხედავთ პირველი ვეგეტაციის შემდეგ რა სახე აქვს მიღებული ჩვენს ყოველ წელიწადს ეს ასე უნდა გაკეთდეს. ურმესი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისა. ეს არის ჩვენი მეორე სექტორი, სადაც აი ხედავთ ბროწეულებია, გაშენებული, გარკვეული რაოდენობა, ასევე ხურმის ბაღი არის. ახალი ნარგავია, 1 წლის არის. ნერგი ძვირი დაგიჟდა? ნერგი ერთ ნერგში, ბროწეულის ნერგში გადავიხადეთ 3 ლარი. და რამდენი ნერგი აქვს უბრალოდ? ეხა ამჟამად 500 ენერგია, ნაწილი აქ არის, ნაწილი იქით ხარეს. ეს ენერგი დავდგეთ სპეციალურად ნიადაგი დაემთხვა ისეთი რომ როგორც ხედავთ ცოტა ქვიანი ნიადაგია. ნიადაგი უყვარს რომ სითბოს იღებს ქვა საერთოდ და მზიდან რომ ენერგიას იღებს, მე ღამე უფრო სითბო აქვს ძირში და საერთოდ ბროწეულის დამახასიათებელი თვისებაა ეგ რომ აი სითბოზე უფრო კარგად ხარობს რა და აი აქედან გამომდინარე ბროწეული ეს აქ ამ ტერიტორიაზე ესე გამსაზღვრით, ესე გადავწყვიტეთ, ესე გავაშენეთ. კარგი ადამიანი ხარ, ამდენადაც ესე ეჭიდები. ხო, ძალიან სასიამოვნო საქმეა. იმის გარდა რომ თქვათ რაღაცა შეიძლება ადამიანმა პერსპექტივაზე იფიქრო, ბიზნესზე იფიქრო და შემოსავალზე იფიქრო, ფაქტიურად უკვე იმ დონეზე მივედით ჩვენ რომ ამის შემოსავალზე აი აღარც გეფიქრებ აქ რომ მუშაობ, აქ სილამაზეს უყურებ, ამ ესე შვილებივით ზრდი ამას ყველაფერს უყურებ, სასიამოვნო საქმეა და სასიამოვნოს გარდა ჩვენი ქვეყანა ძირითადად ეხა უნდა გადავიდეთ უკვე სოფლის მეურნეობაზე. აღარ არის იმის რომ ჩავიყოთ ჯიბეებში ხელები და დავისვენოთ რა. მე თვითონ თბილისიდან რეისებს ვაკეთებ ყოველ კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ მიწევს ჩამოსვლა, ხან ჩამოვდივარ მთელი 10 დღე და 2 კვირა აქ ვარ ხოლმე, მაგრამ აქიდან თბილისში რომ მივდივარ ისევ აქ მინდა გაწამოსვლა, უკვე იმდენად შემიყვარდა აქაურობა. ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ჟანგბადს იძლევა, სულ არაფერი არ მოგცეს, ჟანგბადს ხომ აინც მოგცემს და ეგ არის რა. ძალიან მაგარი. არაჩვეულებრივი საქმიანობა დაწყებული და იმედი მაქვს რომ დიდ წარმატებას მიაღწევ. ურმესი მადლობა.